ივნისის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტები გრძელდება. რუსთაველის გამზირზე დღეს 2 დაზარალებული მოქალაქე გამოკითხეს. მათ გამომძიებლის და ექსპერტების შეკითხვებს ადგილზე უპასუხეს და დეტალურად გაიხსენეს 2019 წელს განვითარებული მოვლენები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იმის დასადგენად, იყო თუ არა საპოლიციო მოქმედებები პროპორციული. რუსთაველის გამზირზე საქართველოს პროკურატურა საგამოძიებო ექსპერიმენტებს 11 ივლისიდან ატარებს. უწყების ცნობით გამოძიების მთავარი მიზანია 20 ივნისს განვითარებული მოვლენების სრული სურათის აღდგენა და შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის გათვალისწინებით იმადროულად ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად დღეს შოთა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტების თბილისის პროკურატურის გამომძიებლებისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა ის გარემოებები თუ რა ვითარებაშიც მიიღო მან დაზიანება, დაადასტურა გამოძიების მიწოდებული ინფორმაცია და გამოთქვა ზადყოფნა გამოძიებისთან შემდგომი თანამშრომლობის. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას, რომ დაადგინოს როგორც კონკრეტულ დაზარალებულთან მიმართებაში, აგრეთვე აღადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების სრული სურათი.